ვინ არის ჩვენი მეგობარი? ხე ნაყოფით იცნობა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე დავამტკიცეთ ის, რომ არ ვართ რუსები. სხვა ალტერნატიული არჩევანი არ არსებობს. ყველაფერი ის რაც არის ქართული, არის ამავე დროს ევროპული. იზოლაციაში ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება უსაფრთხო. არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ არის ომი. შექმნათ ეს სახელმწიფო, რომელიც იქნება დასავლეთის ახალი უსაფრთხოების ნაწილი. საზოგადოების დარწმუნება იქნება შეუძლებელი, თუ ჩვენ პროევროპულობას არ ვაჩვენებთ. სად არის შესაძლებელი, რომ ჯოყოლა მოკლედ არ იქნეს თემისაგან მოკვეთილი. ქართული იდენტობის ფორმირება, ვფიქრობ, ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე მასშტაბად ევროპელი გაჩნდა საინფორმაციო ველში. ჩვენი იდენტობა დაიწყო ილია ჭავჭავაძით, რომელიც ამბობდა, რომ ქართველი თავისი იდენტობით, წარსულით და მომავლით იყო ევროპული ღირებულების. ჩვენი პირველი კონსტიტუციას ამას მოწმობდა. ჩვენმა პირველ კონსტიტუციაში აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ჰქონდათ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩვენ ყავდა რელიგიური უმცირესობები წარმოდგენილი პარლამენტში, რაც იყო ძალიან დიდი პროგრესის მაჩვენებელი. შესაბამისად, ის რაც ჩვენი იდენტობა არის, ევროპული იდენტობა არის, ვერავინ ვერ წაგვართმევს, მით უმეტეს ევროპა ვერ წაგვართმევს ჩვენს ევროპულ იდენტობას, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენი ბრძოლა სწორედ აქეთკენ არის მიმართული საუკუნოვანი, ჩვენ დავბრუნდეთ იმ ევროპულ სივრცეში, რაც დავიწყეთ და რაც იყო ჩვენი ისტორიის მთავარი მარკერი მთელი ამ წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე. პროპაგანდამ შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირი ფორმით წარმოაჩინოს, შეიძლება დაგვაჯეროს იმაში, რომ ქართული იდენტობა არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული მზიანი საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირმა შექმნა, კერძების ქვეყანა, გართობის ქვეყანა, მაგრამ ჩვენი შინაარსით, ჩვენი რწმენით, ჩვენი რელიგიით მათ შორის ვართ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი. ყველაფერი ის რაც არის ქართული, არის ამავე დროს ევროპული. და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ზოგადად საქართველოს ევროპული სივრცის ნაწილად ყოფნა არის არა რაღაც ახალი გადაწყვეტილება, ახალი ნაბიჯი, არამედ არის საქართველოს თავის აღდგენა, რესტავრაცია, ნამდვილი საქართველოს რესტავრაცია, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის იყო ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი. ეს ეხება როგორც რელიგიურ კომპონენტს, ეს ეხება როგორც ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას ზოგადად, ეს ეხება როგორც ღვინის კულტურას, ეს ეხება ასევე სამართლებრივ სისტემას, იმიტომ რომ მაგალითად 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია არის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტი, რატო არის საქართველო ევროპა. ამიტომ ჩვენ რაღაცა სიახლესთან კი არ გვაქვს საქმე, რაღაც ახალს კი არ ვიგონებთ, არამედ ვცდილობთ რომ აღვიდგინოთ საკუთარი თავი, აღდგეს ნამდვილი საქართველო აი ამ 70 წლიანი ბოლშევიკური მონობის შემდეგ და რუსეთი ეხაც აგრძელებს რა თქმა უნდა იგივე ნაბიჯებს, იგივე პოლიტიკას, რაც ბოლშევიკურ რუსეთს ჰქონდა, არაფერი ახალი ჩვენს თავს არ ხდება, ბუნებრივია რომ ომის მეთოდები იცვლება, მათ შორის ყალბი ნარატივები, პროპაგანდისტული გზავნილები იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის ევროპა არის არა ბუნებრივი გზავნილები, არამედ ეს არის სიცრუე ტყუილი, რომლითაც რუსეთი ცდილობს წლების განმავლობაში, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს. ამიტომ არათუ საფრთხეს უქმნის რამეს საქართველოში ევროკავშირი, პირიქით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არის ნამდვილი საქართველოს აღდგენის პროცესი. როდესაც ევროპასთან დაკავშირებით საუბრობთ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ გაუმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროპაში, ანუ ევროინტეგრაცია. ევროკავშირი თავისი არსით არის ეკონომიკური გაერთიანება. აქ შეიძლება არსებობდეს გარკვეული არგუმენტები, რის გამოც შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ ქვეყნისთვის არ არის მომგებიანი, ხო? მაგრამ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, აქ უკვე შეკითხვა და კამათი აღარ არსებობს. საქართველო ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი. და ამის მაგალითი ბევრი გვაქვს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ არიან მყარად ევროპის ოჯახის წევრები.
ამის დასტური არის სწორედ ის, რომ თუ შევხედოთ ევროპის ღირებულებათა სისტემას, ის პირველ რიგში აგებულია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემაზე და რას გვეუბნება ეს? ანუ რა არის? ადამიანი არის ძირითადი არსი, ბირთვი, რის გარშემოც გინდა რომ შექმნა წყობა, რომელიც ემსახურება სწორედ ადამიანს, ემსახურება სამართლიანობას, ემსახურება ადამიანის ღირსებას, ემსახურება ადამიანისთვის ადამიანის კეთილდღეობას, ხო? სწორედ ამიტომ მე მგონი არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს უნდა მიიჩნეოდეს თუ არა, როგორც ევროპის ოჯახის წევრი. ასევე თუ გავამახვილებთ ყურადღებას ოჯახურ ღირებულებებზე, სწორედ ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებში ოჯახის ინსტიტუტი განსაკუთრებულად დაფასებულია, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ მიმართულებით არსებობს ძალიან ბევრი დახმარება. ხელს უწყობენ ახალბედა ოჯახებს, გარდა ამისა გამოყოფილია სოციალური დახმარებაც თითო შვილზე და ასე შემდეგ. შესაბამისად ვერანაირად ვერ იქნება წინააღმდეგობაში. თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო, ამბობდა ორუელი. ქართულ იდენტობასთან დაკავშირებით ამდენი კითხვა იმიტომ ისმის, რომ საბჭოთა კავშირმა 70-იან წლიანი ოკუპაციის პერიოდში ქართული საზოგადოების დამორჩილების მიზნით მოაწყო მასობრივი რეპრესიები და სრულიად გაანადგურა ქართული საზოგადოების საუკეთესო, ყველაზე გონიერი ნაწილი, 10% 2,5 მილიონი ქართველი მოსახლეობის გაჟლიტა, დახვრიტა, გადაასახლა და გატეხა ქართული საზოგადოება. რით განისაზღვრება ქართული იდენტობა თუ არა იმ კოლექტიური მეხსიერებით, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ხო? ქართულმა კოლექტიურმა მეხსიერებამ ჩვენამდე მოიტანა სულხან-საბა ორბელიანი და არა ის პირი, ვინც ეს პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე წვერი თათრია. ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, რაზე წერდნენ ეს ქართველები? ესენი მათი ფიქრი იყო სრულიად ევროპული ფიქრი. თუ საქართველოს ისტორიას შევხედავთ საგარეო ჭრილში და ქართული იდენტობის ჭრილში, ძალიან მარტივად დავინახავთ იმას, რომ იყო ქართველი, ეს ნამდვილად ნიშნავს იყო ევროპელი. ისევე როგორც იყო ესპანელი, ნიშნავს იყო ევროპელი, ისევე როგორც იყო იტალიელი, ნიშნავს ევროპელი, ისევე როგორც ბერძენი იყო, ნიშნავს ევროპელი და სწორედ ეს დაგვიბარა ჩვენმა მეფემ გორგასალმა, როდესაც ქართველებს უთხრა, რომ შეურაცხყოფთ სახლს ჩვენსა და მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე დავამტკიცეთ ის, რომ არ ვართ რუსები. ეხლა კი გვაქვს დასამტკიცებელი ის, რომ ჩვენ ვართ უძველესი ევროპულიერი და საკუთარ თავში უნდა გამოვნახოთ ძალისხმევა იმის, რომ დავაფუძნოთ ევროპული სისტემა, ახალი ევროპული რესპუბლიკა, რომელიც შექმნის ამ ქვეყანაში თავისუფალ სასამართლოს, შექმნის ისეთი გაწონასწორების და შეკავების მექანიზმებს, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას მომავალში ტოტალიტარიზმისკენ ქვეყნის სვლის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევალთ დაუბრუნდებით უკან ევროპაში. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ევროპა არის არა მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი ან პოლიტიკური გაერთიანება, ევროპა არის ღირებულებითი სისტემა, რომელშიც ჩაბუდებული არის ჩვენი უძველესი ქრისტიანული ღირებულებები და საკითხის ისე დასმა, რომ ქართული და ევროპული ეს ორი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ის, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე პროპაგანდა და ზუსტად ამიტომ არის ეს ტყუილის საქმე, სწორედ ეს უძველესი ქრისტიანული ღირებულებები და იქამდე კიდევ უფრო ძველბერძნული ღირებულებები და იდეები არის ის, რაც ჩვენ გვაქცევს აი ამ საერთო ევროპული ოჯახის ნაწილად. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დაფუძნებული არის ღირსებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე და შესაბამისად ეს პოლიტიკურათაც, კულტურულათაც და ისტორიულათაც არის ჩვენი ქართული დნმ-ის ნაწილი და ეს ლიტერატურაშიც, ჩვენ ისტორიაშიც ძალიან კარგად ჩანს, ეს ჩანს რუსთაველში, ეს ჩანს ვაჟა-ფშაველაში, ეს ჩანს ილია ჭავჭავაძეში, იმ სახელებში, რომელიც ჩვენ აი ამ კულტურული და პოლიტიკური საკითხების სახწერის დროს ვიყენებთ ხოლმე, შესაბამისად ქართველი ცხადია უდრის ევროპელს, არანაირი კონფლიქტი და წინააღმდეგობა ამ ორ შორის არ არსებობს და მეტიც ჩვენ ვართ საუკეთესო გამოხატულება იმ ევროპული ღირებულებების, რომელიც ასე ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის.
დასავლური ცივილიზაცია არის მე მგონი ღმერთის საკაცობრიო ჩანაფიქრის ყველაზე საუკეთესო განხორციელება. აი მცდელობა კაცობრიობის, რომ იმ მიზნისაკენ იაროს, რომელიც კაცობრიობას აქვს დასახული, ეს ხორციელდება საუკეთესოდ დასავლურ კულტურაში. უფრო თვალსაჩინოა, უფრო დიდ მასშტაბზეა ეს ყველაფერი გაშლილი და სულ ორი სიტყვით თუ შევძლებ, რომ რა მიზანი აქვს ეს კაცობრიობას, რაღაცა სჭირდება რაღაცა საბოლოო წერტილი რა არის? საბოლოო წერტილი ის არის, რომ ყოველი ადამიანი პიროვნულად, პერსონალურად იქნება ჩართული ღვთაებრივ ცხოვრებაში. პიროვნულად, უნიკალურად, აი ესე სათითაოდ, ყველა დაფასებულია. ეს ახარების ყველაზე ესეთი გასაოცარი ერთ-ერთი სიტყვა ჩემთვის არის ის, როდესაც მაცხოვრე ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელი, აი ნებისმიერ დაბადებულთა შორის ყველაზე დიდიაო დედამიწაზე, ვინც კი დაბადებულაო, მაგრამ ცათასასუფეველში ის ყველაზე მცირე იქნება. აი ეს რაღაცა სულ ამოტრიალებული თანასწორობა ძალიან ცოტაა ქრისტიანობისთვის. და ამ თანასწორობის, აი ამ რაღაცა ეს ვთქვათ, სიკეთის საყოველთაობის, აი რესპუბლიკანიზმის იდეა რაც არის, ხო, რომ სიკეთები ყველაზე გადანაწილდეს. აი ეს იდეები, რა თქმა უნდა, ვიცით, სადაც გეოგრაფიულად პოლიტიკურ ეს ვთქვათ, საზღვრებში ხორციელდება ეს არის ევროპა. სწორედ ლიბერალური დემოკრატია და უბრალოდ დემოკრატია არის აი ქრისტიანობის ის განვითარების ის საფეხური, რომელსაც კაცობრიობა ახლა შეუდგა, რომელსაც ავიდა კაცობრიობა რა არის, რას გულისხმობ ხოლმე, რომ აი უბრალოდ დემოკრატია როგორი იყო, რომ ყველა არ იყო თანასწორი, ყველას არ ქონდა მონაწილეობის უფლება რა და მართლობაში, ხო, ვიღაც ქალი არაფრად ითვლებოდა, უქონელი, ლაჩარი არაფრად ითვლებოდა ასე შემდეგ, ხო? ეგ ლიბერალური დემოკრატია იძლევა, რომ ყოველი ხმა, ყოველი ადამიანი ღირსებით, თავის ღირსებით არის, ასე ვთქვათ, თანაბარი, შეუცვლელი, უნიკალური. და ამას ახორციელებენ ისინი ცხოვრებაში, პოლიტიკურად ახორციელებენ. ამიტომ რაღაც შეიძლება კიდე დაფიქრება იმაზე, როგორ შეიძლება ეს, რომ მე ვარ ქართველი, მაშინ მე ვარ ევროპელი, იმიტომ რომ მე 60-ისკენ მოძრაობ, ასე ვთქვათ. თუ არა ვთქვათ დასავლური კულტურასთან, მაშინ რომელ კულტურასთან ვართ უფრო მეტად ახლოს რა და რაღაცნაირად ეს საქართველოს ისტორიასაც თუ გადავხედეთ, ვთქვათ კულტურულად, იგივე ვთქვათ ქრისტიანობაზეც თუ ვილაპარაკეთ, მუდმივად საქართველო და ქართული კულტურა მიიწევდა დასავლეთისაკენ და თუ ოდესმე ყოფილა უკუსლა, ეს ყოველთვის იყო რაღაცა ბარიერი, რომელსაც გვიქმნიდნენ სწორედ არადასავლური კულტურები და არაცივილური კულტურები, ვთქვათ რაღაცნაირად ამ გაგებით და ანუ ეს არის რაღაცნაირი გზა, რომელზეც გვაქვს მუდმივად რაღაცა წინააღმდეგობები და ამ წინააღმდეგობებს და ამ ბარიერებს ანუ მთელი ისტორიის განმავლობაში თითქოს უნდა გადალახო და ვფიქრობ, რომ აი სწორედ ესეთი ბარიერი ჩაგვიყენეს დღეს, ასეთი დაგვიყენეს რაღაცნაირად წინ, აგვიშენეს, ან გვიშენებენ ამ კედელს, რომელიც რაღაცნაირად უნდა გავანგრიოთ და მოვიკრიბოთ ეს ძალა. რეალურად საქართველოსთვის სხვა ალტერნატიული არჩევანი არ არსებობს, არსებობს არ ყოფილა, ხო? ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი უნდათ, ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველას ჰქონდა მხოლოდ ერთი ამოცანა, თავის საკუთარ ქვეყანას მოიაზრებდნენ ევროპულ ცივილიზაციასთან ერთად, ხო? დაწყებული ვახტანგ გორგასლიდან დამთავრებული ზურაბ ჟვანიეთი, ამ ადამიანების გაცხადებული ნება რაც იყო, ხო, ვახტანგ გორგასლის ცნობილი ფრაზა, რომ ნუ დაუტოვებთ გზასა ბერძენთას, ანუ საბერძნეთი იყო მაშინ ევროპული ცივილიზაცია აკვანი, როგორც შემდგომშიც, ასე ვთქვათ, ესე აღიარა ეს ევროპამ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენი მოღვაწე საქართველოს ცდილობდა რომ რაღაცა ფორმით ჩვენ დავიახლოვებინოთ ევროპას. ეს მომენტი რომ საქართველოს რაღაც ცოტათი მოშორებით არა გეოგრაფიულად, ესეც მითია, ანუ ესეც თავსმოხმული მითია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს ჩემო მეგობარო კოპენჰაგენში მითხრეს რაღაცა რომ დანიიდან რეალურად თანაბრად შორს არის პორტუგალია და საქართველო, ანუ ერთ-ერთი ცენტრალური ევროპული ქვეყნიდან მანძილი სხვანაირად აღიქმება. ამიტომ ჩვენ არა მარტო ისტორიულად, არა მარტო კულტურულად, არა მარტო პოლიტიკურად, რელიგიურად ვართ ამ სივრცის ნაწილი, არამედ აღქმაც ევროპისა საქართველოს არის ზუსტად ისეთი, როგორც ეს არის სინამდვილე ჩვენ საქართველოსში რა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს არის ძვირფასი თანადგომა, გაჭირვებულის დახმარება, საქართველოს არის ძვირფასი
რაღაცა ერთიანობის განცდის შექმნა, ჩვენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მართლაც ამ ცივილიზაციის არა მარტო რიგითი მონაწილე, არამედ რაღაც გამორჩეული ევროპელები ვართ ნამდვილად, ხო? ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ არის რაღაც სივრცე, სადაც ჩვენ ყოველთვის გველოდებია, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძნობ თავს. არჩევანს ამ ქვეყნის მოსახლეობა აკეთებდა ცალსახად ყოველთვის ევროპის მიმართულებით და ეს არ იყო გაუგაზრდელი არჩევანი, ეს იყო ყოველთვის კარგად შეწონილი, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული სურვილი იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაც უფრო სხვა სივრცის შემადგენლობაში და ეს სივრცე ყოველთვის დასავლეთი ევროპული ცივილიზაცია. საქართველო და საქართველოს ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, მოწყობით სახელმწიფოსი არის ევროპელი, არა აზიური. ჩვენ უფრო მეტად ვართ მზად ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა ვიდრე რუსეთი. მსგავსების გამო ვინმეს მეგობრად აღიარება ან მოყვასად აღიარება, ეს არ არის ქრისტიანული წარმოდგენა მოყვასზე. აი ეს ნომინალური სახელდება, რომ თქვათ ისინიც ქრისტიანები არიან და ჩვენც ქრისტიანები ვართ, ხო? ამ შემთხვევაში აი ესეთი რამე აღმოჩნდა ჩვენთვის ეს ჩვენ წარმოგვიდგინა როგორც რაღაცა იარაღი ჩვენს ხელში, რომელთაც თქვათ მოვიგერიებდით რაღაცა დამპყრობელს. მაგრამ იმის გამო რომ ეს სწორად არ გვესმის, ჩემი აზრით, ის აგვიფეთქდა ხელში. ჩვენ ამით მზიანდები და დღემდე მე მგონი ეს თვითდაზიანება მოგვდის. მარტივ რამეს ვამბობ მოკლედ, რომ ხე ნაყოფით იცნობა. ამიტომ ეს ერთმორწმუნება მოკლედ ისეთი დამაბნეველი, მატყუარა რამეა, რითაც არ უნდა მოვტყუდეთ. წმინდა მამების, რაღაცა კაბადოკიელი მამები არის ჩვენს რაღაცა ესეთი სიღრმეებში რომ ჩავიხედო რაღაცა მაქსიმე აღსარებელი. აი ეს არის მართლმადიდებლობა, რომელსაც თვითონ მართლმადიდებლობაც კი ძლივს ერთგულებს. ამიტომ ესეთი უბრალოდ ნომინალური, აი ქრისტიანია, იმის გამოკლების გარეშე რა ურთიერთობაშია შენთან, რა ნაყოფი აქვს მას, როგორც ვთქვათ, ქრისტიანს. ამის გარეშე ეს არის უბრალოდ აი ძალიან ესეთი მარტივი საცდური, მარტივი ტყუილი, რომელთაც კმარა უკვე, ესე ვთქვათ, თვითდაზიანების მიყენება ჩვენთვის. ერთმორწმუნეობა არის ისეთი იარაღი, რომელიც უდიერად და გაუთვითცნობიერებლად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გახდეს თვითდაზიანების დიდი წყარო. 1918-1921 წლებში სრულად უნიკალური პერიოდი, როდესაც პირველად აღვიდგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენ შევქონით სრულად უნიკალური სახელმწიფო იმ 3 წლის მანძილზე, თავის სრულად განუმეორებელი კონსტიტუციით, რომელიც იმ დროისთვის იყო ყველაზე პროგრესული ევროპაში. და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა მაშინ, რომ არ მოხდარიყო რუსეთის და შემდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ ხელახალი ჩვენი ოკუპაცია და 70 წლიანი, ანუ 70-მა წელმა რეალურად ჩვენთან ორი თაობა შეიწირა, ანუ ორი თაობა ადამიანებს, რომელსაც ანუ აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ახსოვდა რას ნიშნავდა, რომ ის ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდი ქართველების მიერ არის დაარსებული მონასტრები სად? საბერძნეთში, კვიპროსში, ისრაელში. რომელი ქვეყნებისთვის, ხო, რუმინელებისთვის, ბულგარელებისთვის ნათარგმნი აქვთ ქართულ სასულიერო მოღვაწეებს სახარება მათივე ენაზე. ანუ რეალურად ჩვენ თუ მაგ კუთხით გვინდა რომ მანდამაინც დავიჯეროთ და გავყვეთ აი ამ ხას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით მეტი გვაკავშირებს, სწორად რომ ევროპასთან, ევროპულ ქვეყნებთან, ევროპულ ცივილიზაციასთან, ხო? ანუ ივერონის მონასტერი მე-10 საუკუნეში გაიხსნა საბერძნეთში, ხო? თქვენ მე არ მახსენდება რუსეთში ქართული მონასტერი შეიძლება ვწდებოდე. თქვენ გეცნობთ, არ მახსენდება რომ სადმე ყოფილიყო ქართული წარწერები, ხატები რუსეთში შენარჩუნ პირიქით, ანუ ჩვენ რაც გავიარეთ ეს პერიოდი, რაც გავიარეთ, ხო, რუსეთთან აი ეგრეთ წოდებული დაძალებითი თანაცხოვრებისა მოხდა ჩვენი მათ შორის აი ამ რელიგიური კვალის გაქრობის მცდელობა იყო, ხო, არა მარტო ქართული ენის, არა მარტო ხატების გადათეთრების, არა მარტო გუმბათების შეცვლის ჩვენს ეკლესიებში და ეს არის მე ამიტომ დავუბრალოთ რაღაცნაირად ჩვენს ძალიან ხანმოკლე მეხსიერებას. ესეც ამაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად ქართველებს ბევრად უფრო მეტი მათ შორის მართლმადიდებლობის თვალსაზრისით დაკავშირებთ ევროპასთან, ევროპულ ცივილიზაციასთან და მე ვიტყვი ხა ივერონის და ათონის მთა არის როგორც მექა მართლმადიდებლობის სამყაროს და იმყოფება ევროპის კავშირში, არის ევროპული ქვეყნის ნაწილი და ევროპას ზრუნავს იმაზე, რომ ეს თავიდან ბოლომდე მართლმადიდებლური ტრადიცია იქნას ბოლომდე შენარჩუნებული. ანუ რეალურად არ ესეც მითია, თავიდან ბოლომდე მოგონილი მითია, რომ საქართველოს და რუსეთს არაფერი არ აკავშირებთ ისე, როგორც საქართველოს და ევროპას. თავარი მიზანი ამოცანა რუსული პროპაგანდისა სწორედ არის ის, რომ ტყუილი შემოგთავაზოს როგორც ერთადერთი უპირობო მოცემულობა.
და ჩვენ მახსოვრობას გამოვტოვთ თუ არ გვეცოდინება ზუსტად ამ კუთხითაც კი რამდენად მდიდარია საქართველო და რამდენად უფრო ახლოს არის ევროპასთან შესაძლოა ეს რაღაც მომენტში ვიღაცამ დაიჯეროს ანუ იმან ვინც ეს არ იცის ერის პირქვედამხობა გათახსირება გაწყალება იქიდან დაიწყება როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა თავისის ყოფილი ცხოვრებისა დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა დარღვევისა და მთლად წარწმედისაცა ძალიან საინტერესო კავშირი გვაქვს ასო ლუთერანიზმთან ანუ პროტესტანტებთანაც ან 5 საუკუნის წინ როდესაც პროტესტანტებმა გადაწყვიტეს რომ საკუთარი ძირითადი დოკუმენტის აუგსბურგის აღსარება ეთარგმნათ და გაეგზავნათ ბიზანტიაში ბიზანტიის პატრიარქისთვის აქვე არის მინაწერი ისტორიულად ნაცნობია რომ ასევე ბერძნულად თარგმანთან ერთად ასევე ითარგმნა ქართულ ენაზე და გაეგზავნა საქართველოს პატრიარქს 5 საუკუნის წინ ანუ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ასე ვთქვათ კავშირი და ბევრად მეტი გვაქვს ასე ვთქვათ საერთო ევროპულ ქრისტიანობასთან, როდესაც რუსეთმა მოახდინა მეფის რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს ჰქონდა თავისი ადგილი მართლმადიდებლ სამყაროში, რომელიც იყო გაცილებით წინ ვიდრე ეს იყო რუსეთი და ეს ადგილიც წაიღეს რუსებმა. ანუ ყველაზე მეტი ზიანი რელიგიური თვალსაზრისითაც კი მიაყენა საქართველოს რუსეთმა, ხო, ყველაფრის გადანაც ვისაუბრე, ეკლესიების ენის პატრიარქის ყველობიდან ასე თავი დამონებთ. ამიტომ ამაზე უნდა ალბათ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არ არის რეალურად რელიგია, ეს არ არის მართლმადიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებს. თვითონ თქვათ ეს სიტყვა კავშირი რა ეს რაღაც ერთმორწმუნე რუსეთის ეს რაღაცნაირი გამართლება იყო რა თითქოს ჩემთვის რომ აი როდესაც მოხდა ეს შეერთება ძალით ფაქტობრივად რა ისევ თითქოს ამით გაამართლეს რომ ნუ კარგი ხო ცუდია მაგრამ ნუ ერთმორწმუნე ხო არის რა რაღაცნაირად ესეთი გამართლება და აი მეგობრობაზე რო ვლაპარაკობ ეხა გასაგებია რომ ჩვენ ანუ ერთი რწმენა გვაქვს მაგრამ ნდობა არა გვაქვს ხალხის მიმართ ხო და არავის არა აქვს ნდობა აი რომ შევხედოთ თქვათ მის მეზობელ ქვეყნებს რომ თქვათ რუსეთს რა მეზობელი ქვეყნებისა რომელიმეს თუ აქვს ნდობა მათ მიმართ არავის აბსოლუტურად იმიტომ რომ დღესდღეობით ანუ ყველა ქვეყანა არის რაღაცნაირად დაძაბული იმიტომ რომ იცის რომ ეს არის ანუ ამ მეგობრობის საფარველის ქვეშ ერთმორწმუნობის საფარველის ქვეშ არის ადამიანი რომელსაც შეუძლია მოვიდეს და უბრალოდ, რა ვიცი, ანუ გაგანადგუროს. ერთმორწმუნეები არიან ბერძნებიც, ხო, რომელიც გაცილებით ანუ დასავლური კულტურის ნაწილი და იქნებ დრო არის ახლა მაინც დავფიქრდეთ ამ რაღაცებზე და გავიაზროთ, რომ ვინ არის ჩვენი მეგობარი, ის რომელიც რაღაცნაირად ზემოდან გვიყურებს, მუდმივად და ეს რაღაცა არათანასწორ რაც გზნობ რა მუდმივად თავს, იმიტომ რომ მოდის და ეს უნდა შეცვალოს, იქ რაღაცა ეს არ მოსწონს, ის არ მოსწონს თუ ვიყოთ მეგობრები იმათთან, ვიც თანასწორად აღვიქვავს რა რაღაცა. თუმცა ამას იყენებს მაგალითად ოცნება ზუსტად პროპაგანდად, რომ მაგალითად ევროკავშირი გვავალდებულებს ერევა ჩვენს შიდა ქვეყნის საქმეებში და შესაბამისად ჩვენ პატივს არ გვცემს. ანუ ვინ არ გვცემს პატივს, ეს ყველასთვის გასაგებია, ანუ ვინ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ვის აქვს ოკუპირებული ქართული მიწები, ვინ დაიწყო ომი საქართველოში, უკრაინაში და ძალიან ბევრი. ანუ თუ ადამიანი ოდნავ მაინც აზროვნებს, ყველა მიხვდება იმას, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა და ამას არც უნდა ავყვეთ. ევროკავშირი დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე ეს იყო წლების წინ. ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე მუშაობა, რომელიც შექმნის თავის ჯარს და ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ევროპის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ რეალურად შეგვიძლია ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ გვაქვს შავი ზღვის აუზი, რომელიც გვაკავშირებს პირდაპირ ევროპასთან და აი ამ დიდი უსაფრთხოების ზონის ნაწილი შეიძლება გავხდეთ. შესაბამისად ის ილუზია ან ის შიშები, რომლებიც ტრამვაზე არის დაფუძნებული და რომელსაც აღუებს ქართული ოცნება, რომ ჩვენი კავშირი ევროპასთან ან დასავლეთთან პოტენციურად შეიძლება ომს ნიშნავდეს რუსეთთან, არის სრული ტყუილი. ვინაიდან ევროპაში პირველი ის რომ ომი არასდროს არ ყოფილა, რაც ევროკავშირი არსებობს, მშვიდობის ერთობა არის, კეთილდღეობის ერთობა არის და ჩვენ და უკვე უსაფრთხოების ერთობაც, ვინაიდან ევროკავშირი ამ თემებზე მუშაობს.
შესაბამისად ჩვენთვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია, ამ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში ყოფნა ნიშნავს ჩვენს უსაფრთხოებას. შესაბამისად, ძლიერი როცა ხარ, იქ რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებს, ძლიერი სახელმწიფოების ეშინია რუსეთს და ამიტომაც ცდილობს, რომ სანამ ჩვენ ამ ძლიერი სისტემის ნაწილი გავხდებით, მანამდე დაამარცხოს ჩვენში ეს ევროპული და დასავლური მისწრაფებები. ერთიან დასავლურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია არის ამ ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და განვითარების ერთადერთი წინაპირობა. ამის საუკეთესო მაგალითია რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში და რუსეთის დამოკიდებულება მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის მოსახლეობის ჯამი არის დაახლოებით 7,5 მილიონი, უკრაინის მოსახლეობა არის დაახლოებით 47 მილიონი და რუსეთმა გაბედა, რომ თავს დასხმოდა 47 მილიონიან უკრაინას, მაგრამ ვერ ბედავს, რომ თავს დაესხას ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის ჯამი არის დაახლოებით 7,5 მილიონი. ეს არის ყველაზე უფრო კარგი დასტური, რა არის სინამდვილეში საქართველოსთვის უსაფრთხოების, დაცულობის, სტაბილურობის, მშვიდობის გარანტია. ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ერთიან დასავლურ სივრცეში, ამ ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში და ნატოში. რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში დაამკვიდროს სკეპტიციზმი ამ მიმართულებით, დააჯეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თითქოს ევროკავშირში ან ნატოში საქართველოს გაწევრიანება უდრის ომს რუსეთთან, სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით. ამ ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა დაცულობის, უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების და კეთილდღეობის ერთადერთი წინაპირობა. სხვა შემთხვევაში საქართველოში იქნება ქაოსი და განუკითხაობა ისეთი, როგორიც არის დღეს. საერთოდ გაუგებარია რა წამოვიდა ეს პროპაგანდის ნიაღვარი, თითქოს ევროკავშირი არ აპირებს გაფართოებას. ახლა დაიდო რეპორტი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ნოემბერში. სადაც მკვეთრად არის გამოხატული ნება ევროკავშირის მიერ, რომ ის აპირებს გაფართოებას. ამას გარდა ამისა, ამის მტკიცებულებაა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგალითად მოლდოვას, გადაეცა უზარმაზარი დახმარება, სწორედ იმისათვის, რომ განვითარდნენ იმ ეტაპამდე, რომ შემდეგ მოხდეს მათი ინტეგრაცია ევროკავშირში. ევროკავშირი თავისი არსით არ არის სამხედრო გაერთიანება, არ არის ორიენტირებული უსაფრთხოებაზე, ხო? შესაბამისად განიხილო იმ ჭრილში, რომ რუსეთი გაღიზიანდება თუ ევროკავშირში მოხდება თუნდაც საქართველოს ინტეგრირება, ეს სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ღიზიანდებოდეს ქვეყანა ისეთ ორგანიზაციაში ინტეგრაციაზე, რომელიც საერთოდ არ არის სამხედრო მიმართულებით ორიენტირებული. ამ ჭრილში შეიძლება თუნდაც ნატო განიხილო და ნატოზე იმშელო, მაგრამ ევროკავშირი სრულიად სხვა ასპექტებს ეხება. რუსეთისგან აგრესია ყოველთვის იყო. ან ევროკავშირს არანაირად არ უკავშირდება რუსეთის მიერ აგრესიის გამოხატულება. ნებისმიერ ვარიანტში რუსეთი ყოველთვის არის და იყო და იქნება შენი მტერი და არაფერ კავშირში არ არის ეს იმ ნებასთან, რომელსაც გამოხატავ. შესაბამისად არ უნდა განვიხილოთ როგორც ეს პროვოკაცია რუსეთის, არამედ პირიქით როგორც ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდა. ევროკავშირთან დაახლოება არათუ წარმოშობს ომის საფრთხეს, არამედ პირიქით. ის არის ერთადერთი შესაძლებლობა, ანუ თავისუფალ სამყაროსთან დაახლოება არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის უსაფრთხოების გარანტია და ქართული ოცნების ხელისუფლების პროპაგანდისტები ატყუებენ მათ ამ მრჩეველს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როდესაც სრულ დილემას ქმნიან იმასთან დაკავშირებით, თითქოს ევროპის არ გაღიზიანება და ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმოშობს საფრთხეს ამ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის. სინამდვილეში ამას არანაირი საერთო არ აქვს რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში დატრიალებულ უბედურებებთან და ამის ნათელი მაგალითი არის ჩვენი არაერთი ისტორიული მაგალითი, მათ შორის 90-იან წლების აფხაზეთის ომი, როდესაც არანაირი ესეთი გაცხადებული მიზანი ქართულ სახელმწიფოს არ ქონია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისარგებლა რუსეთმა ბოროტად მარტო დარჩენილი, უმეგობროდ დარჩენილი ქართული სახელმწიფოს პირობებში და მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია და ჩაიდინა ძალიან მძიმე გენოციდური დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ. შედარებისთვის ძალიან კარგია 2008 წლის ომის მაგალითის აი ამ უმძიმესი ტრაგედიის მოყვანა, როდესაც ჩვენ ზურგს გვიმაგრებდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და
მე არანაირად არ მინდა დავაკნინო და მნიშვნელობა დაუკარგო იმ მსხვერპლს, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ქართულმა სახელმწიფომ მიიღო, მაგრამ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს ამის უზრუნველყოფა მოხერხდა მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთით ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ძალისხმევის შედეგად. ომის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, ცოტა უკან უნდა გავიხედოთ და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ ვართ განგრძობადი და უკვე ხანგრძლივი ოკუპაციის წინაშე, ჩვენ ყოველდღიურად ვართ აქტიური ჰიბრიდული ომის სამიზნე იმ ოკუპაციის მიღმა, რომელმაც 20%-ზე მეტი დაიკავა ჩვენი ქვეყნის, შესაბამისად ამ პრობლემებზე პასუხის გაცემის მთავარი წინაპირობა არის ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია. უნდა ითქვას ისიც, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და ევროკავშირის არც ერთ წევრ სახელმწიფოში არანაირი საომარი მოქმედებები და სამხედრო აგრესია არ ყოფილა, მით უფრო რუსეთის მხრიდან. ასევე უნდა ითქვას ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის არამხოლოდ ჩვენი სწრაფი გამდიდრების გზა, არამედ ასევე არის სუვერენიტეტის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი. განვახორციელებთ თუ არა ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, მოვიყვანთ თუ არა ამ არჩევანს და ვაქცევთ თუ არა ამ არჩევანს რეალობად და ამავდროულად ეს მოვიმსახურებით თუ არა იმ ჩანაწერს, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში არის, შესაბამისად საკითხის ასე დაყენება, რა თქმა უნდა, არის ტყუილი, არის აბსოლუტურად ლეგიტიმურ შიშებზე ძალიან ცუდი და სახიფათო ფორმით პოლიტიკური კაპიტალიზაციის მცდელობა, რაც ასევე საფუძველს იღებს იმ რუსული დეზინფორმაციიდან და პროპაგანდიდან, რომლის ნიაღვარშიც დღეს იმყოფება ჩვენი საზოგადოება. როდესაც საუბრობთ ამ დასავლურ ინტეგრაციაზე, ყოველთვის იყო ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ანუ ეს ქვეყნები, ძირითადად ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ასევე არის აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური ქოლგის დაცვის ქვეშ, ასე ვქვია, ნატო და რომელსაც ვერც ერთი მოწინააღმდეგე დღევანდელ დღესაც ვერ ეკარება. ოსაცოა სივრცეში რაღაცა ფორმით დასავლეთის წარმატებას რუსეთი აღიქვა საკუთარ საფრთხით. ანუ მიაჩნია რუსეთს მიაჩნია, რომ რეალურად თუ შესაძლებელი იქნება დემოკრატიის განვითარება საქართველოში, თუ შესაძლებელი იქნება ევროპული სახის დემოკრატიის განვითარება უკრაინაში, ეს ალბათობას ზრდის იმისა, რომ იგივე განხორციელება შესაძლებელი იქნება ასევე რუსეთშიც, რაც თავისთავად არის ფიზიკურად გამორიცხული და შეუძლია მათაც მიაჩნიათ, რომ ეს იქნება მათთვის დამღუპველი. ამ ქვეყნებს რუსეთი ებრძვის სწორედ იმიტომ, რეალურად რომ მას ეშინია აი ფასეულობათა სისტემის გავრცელებისა აღმოსავლეთის მიმართულებით, მას არ უნდა რეალურად რომ ჩვენი წარმატება იყოს გადამდები მათ შორის რუსეთისთვისაც, ანუ რუსული მოსახლეობისთვის, რუსეთში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც უკრაინა და საქართველო რაღაცა ყოფილი ერთიანი სივრცის ნაწილი, ხედე გვიყურებენ ჩვენ როგორც ესენიც რაღაც ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენ მაგათთან, მაგრამ არა. მე ამიტომ ამ სივრციდან თავის დაღწევა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ რეალურად ვიმყოფებთ ჰიბრიდულ ომში რუსეთთან, ხო, რომ რა შეიცვალა. რეალურად არაფერი ჩვენს თავს არ შეცვლა, ბოლო 13 წლის მანძილზე სიტუაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში გაუარესდა. ჩვენ ყავს რამდენიმე ადამიანი, რომელიც გატაცებული იქნა საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიაზე და იქნა მოკლული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს რეალობა, როდესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. ანუ რეალურად ამ პოლიტიკურმა ძალამ ეს მითიც მოახვია საზოგადოებას, რომ მათი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქოს არაფერი სიტუაცია არ გაუარესებულა. რეალურად ეს არის სრული ტყუილი. ანუ რეალურად ჩვენ დაგვივიწყა მთელმა მსოფლიომ, რაც მიზანსაც მიაღწიეს მათ. ჩვენთან მდგომარეობა ჩვენი ასე ვთქვათ, მოქალაქეების ამ ტერიტორიებზე ბევრად უფრო გაუარესდა და მათ არაერთხელ შესაძლოა რომ ელემენტო საკუთარ ენაზე ისწავლონ, ქართულად სწავლის საშუალება აქვს დაკრძალული და ფაქტიურად კარგავთ იმ ხელშესაწინს, რაც აქამდე გქონდა. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკა, რომელიც გაატარა ქართულ ოცნებმა. ერთადერთი მხარე არის რუსეთი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრობაში, საქართველოში აი ამ განცდების ჩამოყალიბებაში ჩვენ ალბათ უნდა გადავიაზროთ ევროპასთან დაახლოება, ჩვენ რაღაცა იგივე ეს ერთმორწმუნეობის მომენტი, ანუ ერთადერთი მხარე, რომელიც თავიდან ბოლომდე დაინტერესებული იქნება იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა 13 წლის თავზე, ლოგიკურად მიიღოთ იმ დასკვნას, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. რუსეთისაგან მოელიან წყალობას.
აბა საიდან სადა? ნუ თუ გონიათ რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და 9-ჯერ არა. ძალიან საინტერესო განცხადება ქონდა ცოტა გამიძელდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენს ლიეტუველ მეგობარ ევროპარლამენტას, რომელმაც თქვა, რომ რეალურად რუსეთი აგებს ომს ყველგან მსოფლიოში საქართველოს გარდა. რუსეთი მარცხდება ყველა ფრონტზე მსოფლიოში საქართველოს გარდა. და სრულად ვიზიარებ ამ განცდას, ამ სიტყვებს, რეალურად რუსეთმა საქართველოში შეცვალა დამოკიდებულება თანმიმდევრულად ბოლო 3 წლის მანძილზე და საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს შთაუნერგა შტაბ-ბეჭდილება, რომ თითქოს საქართველოსთვის არსებობს კიდე რაღაც სხვა არჩევანი გარდა დასავლეთისა, გარდა ევროკავშირისა და გარდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის. არის თუ არა ომი ევროპაში, აი რომელიმე ქვეყანა დაასახელონ, სადაც არის ომი და რამდენი წელი არ ყოფილა თქვათ ეს ომი, ეს ერთი მხარე და მეორე მხარეს თქვათ, რას ირჩევენ ესენი და რას გვთავაზობენ, ხო? გვთავაზობენ, ანუ რაც მესმის ბოლო დროს არის რუსეთი, ირანი, ანუ მეტი არაფერი არ მე ჩინეთი და ნუ უბრალოდ დავფიქრდეთ, ანუ სად არის რუსეთს თითქმის ყველა საზღვარზე, ანუ რომელი ქვეყანაც კი არის, მუდმივი პრობლემა არის და რუსეთი არის, ანუ განუწყვეტლი მუდმივად არის ომი ვიღაცასთან მაინც. და ჩვენ ვართ ამ ყველაფერში რაღაცნაირად, ანუ მუდმივად ესე ჩართულები რა, ანუ გამოდის ესა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდე დაკარგული ტერიტორიები და ეს მოძრავი საოკუპაციო ხაზი. ჩვენ თუ გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, უსაფრთხოება იქნება არა იმაში მარტო რომ თქვათ ჩვენთან ომი არ იქნება ზოგადად, არამედ კიდე ის რომ ჩვენ ქვეყანაში, აი მაგასაც დღეს წავიკითხე უბრალოდ ერთ-ერთი სტატია, რომ რაღაცა პროდუქტებს ყიდულობ და არ იცი რა პროდუქტი არის. ანუ აქ ხო უსაფრთხოება ეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს. ჩვენი შვილების უსაფრთხოება, იმიტომ რომ უშვებ ბავშვს სკოლაში, გზაზე უშვებ და არ ხარ რაღაცნაირად ანუ უსაფრთხოთ, იმიტომ რომ არანაირი სტანდარტები არ არსებობს რა არაფერთან მიმართებაში და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ არის არა უსაფრთხოება იმის, რომ სადღაც ომი არ იქნება, ომი აქ გვაქვს. ანუ შიგნით ქვეყანაში ომი და ანუ და საზღვრები რა, რომლებიც გვექნება რაღაცნაირად უსაფრთხო, იმიტომ რომ ევროპის არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ არის ომი და უბრალოდ ამას შევხედოთ და ამაზე დავფიქრდით. რა სახის საფრთხეები არის? ეს არის უბრალოდ არსებობის საფრთხე, სიცოცხლის საფრთხე და საფრთხე იმისა, რომ ვერ განვითარდები. და ერთიცა და მეორეც ბიოლოგიურადაც და ესე ვთქვათ სულიერადაც თუ ქრისტიანულად თუ სულიერად ორივე სიკვდილს გულისხმობს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჯერ რადგან კიდევ დედამიწაზე ვარ და 64-ში არა ვართ. აქ მუშაობს აი ეს ძალის რაღაცა პროპორციულობის პრინციპი, აი როგორც რაღაცა ველურ ბუნებაში არის ძლიერი თავდასხმას გადაიფიქრებს იმ შემთხვევაში თუ კი ხედავს რომ ის თქო ვერ მოერევა თავის ნადავლს. ჩვენ როცა ასეთ სიტუაციაში ვართ, არა, ჩვენი აი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გარანტია იმის პირისპირ, ვინც მხოლოდ ასეთ შიშველ ძალას უყურებს, არის სწორედ ძლიერთან მეგობრობა და კავშირში ყოფნა. იმიტომ რომ სხვაგვარად აი ესე სხვაგვარად ეს არ მუშაობს დედამიწაზე რა. ის რომ ნახავს რომ მას ყავს ისეთი მეგობრები, რომელმაც შეიძლება მწარედ ანანონ მათი ეს ვთქვათ ჩვენი შეურაცხყოფა, ის ამას გადაიფიქრებს. ამიტომ ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. არა თუ განვითარებაზე არ ზრუნავდნენ, ესე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში და ეს კულტურა, რუსული კულტურა არ არის აქეთკენ რაღაცა გაჩუქოს, მოგცეს, გაგიხსნას რაღაცა სივრცე. არამედ როცა მიდიოდნენ აქედან, ხო? აი, საკანალიზაციო მილებში ასხამდნენ ბეტონს. და ეს იწვევს იმას, რომ ეს მთლიანად უნდა ინფრასტრუქტურა შეიცვალოს. და როგორც ედვარდ შევარდნაძე ამბობდა, ჯანგენთოფერ და უტოებია და ამ შემდეგ, ხო, ეს სამხედრო თვალსაზრისითაც რო ვთქვათ, რომ არაფერი ვთქვათ, ეხა ეკლესიებზე, წიგნზე, ფოლკლორზე, რომელ ერთზე. თამას არაკეთებს გადმობირების ან რაღაცა. ეს მართლა მე მგონი ძალიან რაღაცა ქრისტიანული სულია დასავლეთში, იმიტომ რომ სწორედ კონტრვერსიულად შეიძლება საკუთარი თავის დანახვა. აი სხვისი უნიკალურობის, შენარჩუნების და ხაზგასმა, ეს ქრისტიანული თავარი სამების რაღაცა სწავლება სწორედ ამას ნიშნავს, რომ მამა არის მამა ძესთან მიმართებით. ის გერმანელი თავის გერმანელობას დაინახავს მაშინ, როდესაც შენ დარჩები ქართველი.
გერმანელს მიმსგავსებული ქართველი არ ჭირდება იმას. მე ის დაკარგავს. ეს შეიძლება მე არ ვიცი ხა მე ესეთი დიდი მკვლევარი ან მეცნიერი არ ვარ, მაგრამ აი ეს სამების თეოლოგია კი ასე თუ ისე მესმის და აი სწორედ ეს უნიკალურობის, შენარჩუნების და აუცილებლობის მომენტი არის თვით შენარჩუნების, საკუთარი თავის არსებობის რაღაცა კანონი და წესი. ესე იგი, ერთს ჭირდება ასიმილაცია, ჭირდება სრული დაქონდა, მეორეს კი დასავლურს და ევროპულს განვითარებულს ჭირდება პირიქით შენის შენარჩუნება საკუთარი არსებობის. ტელევიზია ევროკავშირის არის ერთობა მრავალფეროვნებაში, ხო? გვეუბნებიან პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ აი მრავალფეროვანი მოზაიკის ნაწილი. თუ გადაწყვეტ რომ შემოგვეჭეთ არანაირი ძალდატანება არა ჩვენით დავიწყეთ ხო საუბარი იმაზე რომ რეალურად ჩვენ არავინ არაფერს არ გვავალდებულებს არ წარმოვიდგინოთ რომ ევროკავშირი არ არის ფიზიკურად არ არსებობს არ ჩვენ რეალურად ხო გვენდობოდა რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა ხო ევროკავშირი იძლევა მის მაგალითს თუ როგორაც შესაძლებელი რომ ეს ყველაფერთან იყოს თავმოყრილი თორე რეალურად არავინ ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ესე ძალიან უხეში მითია შექმნილი რომ რაღაცა ბოლოს გვესმის ჩვენ ძალიან ხშირად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხედავენ პარალელები საბჭოთა კავშირთან ხო ნუ რამხელა აბსურდია წარმოვიდგინეთ საბჭოთა კავშირი რომელსაც კონსტიტუციაში რეალურად ეწერა რომ ესენი იყვნენ სუვერენული სახელმწიფოების ერთობა არცეთ ქვეყანას რეალურად ამ კავშირის დატოვება არ შეეძლო და ევროკავშირი არის ორგანიზაცია, სადაც შენ თვითონ გინდა რომ გაწერონე პირველი და როდესაც გინდა ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოხვიდე და ამის მაგალითიც გვაქვს ხო სულ 5 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი ხო რომ ეს აბსურდული რუსული პროპაგანდა სწორედ მიმართული იქითკენ რომ გამოიწვიოს ჩვენთან საზოგადოების გახლეჩვა რომ აი ეს შემოიტანოს ეჭვის მარცვალი ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა ყველაზე კარგად შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყანა პოლონეთზე დაყრდნობით და ვნახოთ თუ რა გაუკეთა ევროკავშირმა პოლონეთს, რომელიც ეხლა რეალურად მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით უსწრებს დანარჩენ ევროკავშირის წევრებს, მათ შორის უტოლდება გერმანიისას, ანუ ხვდებით რაზე ვსაუბრობ. უნდა გვესმოდეს კარგად, ვის ვყავართ ოკუპირებული, ვინ გვართმევს ჩვენ ისტორიულად ტერიტორიებს, ვინ გვაიძულებს ჩვენ რომ შევიცვალოთ ჩვენი თვითყოფადობა რეალურად, ხო? ენა არ გქონდეს ენა ქართული, არ გქონდეს ქართული წირვა ეკლესიებში, ხო? ვინ რომელი ქვეყანა იყო ისტორიულად, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც უნდა ჩვენი სახელმწიფოების თავიდან ბოლომდე გაქრობა, რომელსაც უნდა არ არის ქართველები, საქართველოს მათ უნდათ ქართველების გარეშე. ეს არის რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირი და ევროპა არის ჩვენი კეთილდღეობის, ბედნიერი მომავლის ბედნიერი მოხუცების ერთობა, მომავალი, სადაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, ისწავლონ, იმუშაონ და ვიყოთ აი ამ დიდი კეთილდღეობის ნაწილი. მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, რომელიც არის ჩვენი და ქართული ხალხის დიდი მონაპოვარი, აი ამ ყველაფერს ემუქრება საფრთხე, უკვე პრაქტიკულ ნაწილში, ჩვენი წინააღმდეგობა თუ გაჩერდება, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა თუ გაჩერდება, ჩვენ აღმოჩნდებით იმ მოვლენების წინაშე რომ მოგვიწევს დავთმოთ ყველაფერი რაც აქამდე მოგვიპოვებია, მათ შორის სახელმწიფოებრიობა, მათ შორის ევროპული მომავალი, რაც დატოვებს ქვეყანას სრულ იზოლაციაში, რუსულ სივრცეში, გაჭირვებაში, უიმედობაში, რაც არის რუსეთის ამოცანა, რაც არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი იდენტობა გადავარჩინოთ, ჩვენ თუ გვინდა გქონდეს ბედნიერი მომავალი და არ გავრბოდეთ ქვეყნიდან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები გამოვყვებოთ, მაშინ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არსებობს ამ ქვეყანაში, ჩამოვშალოთ ის და შევქმნათ ეს სახელმწიფო, რომელიც იქნება დასავლეთის ახალი უსაფრთხოების ნაწილი და ამით გავიძლიეროთ ჩვენი პოზიციები და ამით ვუზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება ნებისმიერი საფრთხიდან, რომელიც წამოვა რუსეთიდან თუ სხვა სახელმწიფოსგან. დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში кейსად შემთხვევად ისწავლება რუსეთის მიერ საქართველოს ღვინის სექტორზე დაწესებული ემბარგო, დე-ფაქტო სანქციები. როგორ გამოიწვია ღვინის ინდუსტრიის გაუმჯობესება, ხარისხის ზრდა, შემოსავლების ზრდა, იმან რომ რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართულ ღვინოზე. ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიცირებით, სტანდარტის აწევით, ხარისხის გაზრდით, ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინის გატანით შეიქმნა თანამედროვე წარმატებული მაღალხარისხიანი ქართული ღვინის ინდუსტრია, სადაც არის გაცილებით მეტი შემოსავლები დღეს, ვიდრე მაშინ, როდესაც ქართული ღვინო იყო დამოკიდებული მხოლოდ რუსულ ბაზარზე. ეს არის კარგი მაგალითი კონკრეტულ სექტორთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ევროკავშირი არის ამ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების ერთადერთი შესაძლებლობა. ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანება ნიშნავს
დაცულ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ შიმშილის პრობლემა სკოლებში, ნიშნავს დასაქმებულ მშობლებს და ასევე ნიშნავს მოხუცებს, პენსიონერებს, რომელთაც აქვთ არა იმის პრობლემა, რითი იყიდონ წამალი და რითი გაიტანონ დღიდან დღემდე თავი, არამედ აქვთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ზოგადად ევროკავშირი როგორც გაერთიანება დგას ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ევროკავშირის დამფუძნებელი მამების იდეა სწორედ ეს იყო, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას გამოეწვია თანამშრომლობა ყველა სხვა სფეროში, ამიტომ საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის გარანტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის ერთადერთი გზა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისთვის. სარგებელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უვიზო შემთხვევაში უდიდეს სარგებელს ვიღებთ და ამას სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამას ნაცხად დავინახავთ. გარდა ამისა, მინდა გავამახვილო ყურადღება კომერციალიზაციის და კვლევის მიმართულებით, მაგალითად ჰორიზონტი ევროპის პროგრამაზე, რომელიც არის ევროკავშირის ყველაზე მსხვილი დაფინანსების პროგრამა სწორედ კვლევის და კომერციალიზაციის თვალსაზრისით. საქართველოს რამდენიმე წელია უკვე ასოცირებული ამ პროგრამასთან. ნებისმიერი ქვეყანა იმისათვის რომ იყოს ასოცირებული იხდის თანხას. საქართველოს შემთხვევაში მაგალითად გადახდილი გვაქვს სადღაც 6 მილიონი ევრო. ამ 6 მილიონი ევროდან დაგვიბრუნდა სადღაც 9 3 მილიონი ევრო. შემდეგ ამ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობით ჩვენ უკვე და ამას მოწმობს ციფრები, ჩვენ უკვე ამოვიღეთ ის თანხა, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის და ეს თანხა რა არის? ეს არის რომ განავითარო ისეთი კვლევა და ინფრასტრუქტურა საქართველოში, რომელიც შემდეგ ითარგმნება სწორედ ეკონომიკაში. და ევროკავშირი არ გიყურებს ამ შემთხვევაში როგორც კონკურენტს, არამედ გიყურებს როგორც მისი სივრცის ნაწილი, რომელსაც პირიქით ხელი უნდა შეუწყოს იმისათვის, რომ თანამშრომლობა შედგეს. არ უნდა შევხედოთ ამ ქვეყნებს როგორც ერთმანეთის კონკურენტი, არამედ როგორც ერთმანეთის, ერთი ოჯახის ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობს იმისათვის, რომ მოხდეს საერთო სიკეთის მიღება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გარდა იმ ეკონომიკური სარგებლებისა, რასაც ქვია თავისუფალი ბაზრის თავისუფალი ვაჭრობის, შრომითი ბაზრის გაფართოების შესაძლებლობა, მათ შორის აუცილებლად ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველია ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის, რომელსაც მუდმივად რუსული აგრესია ემუქრება და უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ჩვენ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას არა მარტო ევროპული ქვეყნების ინვესტორების მხრიდან დაინტერესების, არამედ არაევროპული ინვესტიციების მოზიდვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა აქვე აუცილებლად მიმაჩნია ჩვენი პარტიის პოზიციის გაჟღერება ევროპულ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ მივიჩნევთ სწორად ყველა იმ რეგულაციის ერთობლივად ბლანკეტურად გადმოტანას ქართულ რეალობაში, რადგან ჩვენი პარტია დაფუძნებულია სუბსიდიარობის პრინციპზე და მიგვაჩნია, რომ ადგილზე ქართველმა ხალხმა, ადგილზე მოქალაქეებმა უფრო კარგად იციან, რა საჭიროებები აქვთ მათ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს აუცილებლად ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით და არა მათი ლანძღვის მეთოდით, რა თქმა უნდა. მთავარი აქ არის ასევე საფრთხე უვიზოს მიმოსვლის, რომელიც სიკეთითაც უკვე ქართველი ხალხი სარგებლობს, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ჩვენ გვაქვს სერიოზული გარდაუვალი საფრთხე უვიზოს დაკარგვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური დარტყმა ქართველი ოჯახებისთვის, ეს იქნება შესაძლებლობის წართმევა მძიმესენი დაავადებული ქართველი პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ მაღალი ხარისხის ევროპული სამედიცინო სერვისებით. ეს იქნება შესაძლებლობის წართმევა სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით და ეს იქნება რაც მთავარია ქართული ოჯახების გახლეჩის კიდე ერთი საფუძველი, რომლებსაც სწორედ უვიზო მიმოსვლა აძლევდა შესაძლებლობას და შანსს საკუთარი ოჯახის წევრების ნახვის. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ევროკავშირს თავის მხრივ აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და ევროკავშირი არ არის იდეალური, არც როგორც ეკონომიკური გაერთიანება და ამის მაგალითი არის ის, რომ სოფლიოს 20 ყველაზე დიდ კომპანიას შორის მხოლოდ ერთი ან ორი შეიძლება იყოს ევროპული და ევროკავშირში დაფუძნებული, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ევროკავშირი დღეს არის მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო და ჩვენთვისაც არის არა მხოლოდ ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ ასევე კაპიტალთან ერთად ცოდნის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა
ჩვენ ნახეთ უკვე რა ხელშესახები შედეგები მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, სადაც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით გაიზარდა ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერ ავითვისეთ სრულად ეს შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებზე გაცილებით უფრო დიდი ინსტრუმენტები და შესაძლებლობები არის უკვე ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღებაში და მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ, სადაც ჩვენ გვიჩნდება წვდომა ევროპულ დაფინანსებაზე, ევროპულ სტრუქტურულ ფინანსებზე, რომლის ბენეფიციარებიც ევროკავშირის ახალი წევრები ხდებიან ხოლმე და რომელიც ძალიან დიდი ეკონომიკური სტიმული არის ხოლმე აი ამ ახალ გაწევრიანებული ქვეყნებისთვის. ამის საუკეთესო მაგალითი არის პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ძალიან სერიოზული შედეგები აჩვენეს ეკონომიკური ზრდის კუთხით და გააორმაგეს საკუთარი ეკონომიკა ძალიან მოკლე ვადებში. ეკონომიკური თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვუშვებთ უნიკალურ შესაძლებლობას ხელიდან, როგორც კანდიდატი ქვეყანა. ჯერ ეს სტატუსი ჩვენ გაგვაჩნია და ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა სარგებელი მოაქვს, ზოგადად კანდიდატის სტატუსი და რო გვახსოვდეს, კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილი აქვს ევროკავშირის 14 მილიარდი ევრო დახმარება. ანუ ჩვენ რეალურად შესაძლებლობა გვქონდა 2023 წლის ბოლოდან, რომ რაღაცა ფორმით მონაწილეობა მიგვიღო აი ამ უდიდესი რაოდენობით თანხის ათვისების გადანაწილების პროცესში, რაც ფიზიკურად ვერ მოხდა, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ყველანაირი ხიდი ჩაენგრია ევროპასთან და მიგვიყვანა იქამდე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს აქვს მხოლოდ ნომინალურად და რეალურად ის არ იმსახურებს ამ რეალობას, რაც შეეხება ზოგადად თუ რატო არის ევროკავშირი ძლიერი ეკონომიკურად, ალბათ ჩვენს ყოველდღიურობას დაუბრუნდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სწორედ რომ ეკონომიკური მიზეზით და ეკონომიკური მიზნებით არის იმყოფება ევროკავშირში, ევროპაში, ევროპულ ქვეყნებში და იქიდან ძალიან დიდ დახმარებას აგზავნის საქართველოში. ხო, ეს გადმორიცხვების თემა, ხო, დღეს უსმენდი რადიოში, იყო დაახლოებით 2.7 მილიარდი ყოფილა ყოველწლიურად. ანუ დაუჯერებელი თანხა შემოდის ჩვენ და ევროპიდან. ხო, თუ რომელიმე ასე ვთქვათ, გეოგრაფიული ასე ვთქვათ, სივრცე რეალურად ინახავს დღეს საქართველოს პირობად ისევ არის ევროკავშირი, ისევ არის ევროპა, სადაც არის მოკლედ ეს თავისუფალი ბაზარი რაღაცა სამართლიანობა, სასამართლო და ამ შემდეგ იქ კეთილდღეობაც მეტია. ეს სარგებელი კი არ მივიძგებს, რომ მქონდეს ამ სივრცესთან კავშირი, არამედ პირიქით ეს კავშირი იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიცი რომ მე ეს მოიტანს კიდევაც რა სარგებელს რა. ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. საერთოდ რა არის ჩვენი იდენტობა, ხო? აი ეს რაღაც ბოლო პერიოდში ძალიან ვლაპარაკობთ, რომ აი ქართველები ჩვენი იდენტობა რაღაცას ვკარგავთ და რაღაცნაირად მოდი გავიხსენოთ, ვინ გვეხმარება, რომ ეს ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ, ვინ აფინანსებდა წლების განმავლობაში, ვინ გააკეთა რესტავრაცია, მაგალითად იგივე გელათში, სად დაიკარგა ეს თანხები, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და თქვათ ის რეალობა, რატო დაუდგა ამ ძეგლს, რომელიც არის ფაქტობრივად განადგურების პირას, ვინ ფიქრობდა საყდრისის შენარჩუნებაზე ერთი მხრივ, იმიტომ რომ ვიცით, რომ გერმანელი სპეციალისტები იყვნენ ამაში ჩართული და იგივე ეს ბოხონის უნივერსიტეტი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს არის უნიკალური ძეგლი, რომ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ვინ ააფეთქა, ვინ დაუკარგა ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ეცხოვრათ უკეთესი ცხოვრებით და აი ახლა წლები რომ გავიდა, ალბათ უკვე 11 წელია, რაც საყდრისი ააფეთქეს, მოიტანა თუ არა, თქვათ ამ ძეგლის აფეთქებამ ამ რეგიონისთვის, იმ ადამიანებისთვის ის რასაც პირდებოდნენ, ანუ უკეთესად ცხოვრობენ და ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ გავყევით ამ გზას, რომელთაც მივყავართ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რას მოგვიტანს ეს, იმიტომ რომ ხდება რესურსების სრული ათვისება და რაღაც მომენტში ეს რესურსები უბრალოდ დამთავრდება რა და დაგვრჩება ვთქვათ იგივე ამ კაზრეთის ტერიტორიაზე უბრალოდ ამოთხრილი ორმოები, მოსახლეობა, რომელიც კორპუსებში არის შესახლებული, პროდუქტები, რომლებიც მთლიანად მოწამლულია და რომლებიც შედის, უკონტროლო სრულიად ბაზარი და ანუ ეს არის ჩვენი რეალობა და მეორე მხრივ, სად მიიღეს განათლება ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სად აპირებენ თავი
ვარიანტი შვილების გაგზავნას და რა ფინანსებით აკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძის ოჯახს არ გადაუხდია მის განათლებაში ფული, ეს იყო გარკვეული პროგრამები, ისევ ევროკავშირიდან მოცემული, რითიც მან მიიღო ეს განათლება და ანუ ჩვენი ევროპასთან ყოფნა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ შვილს, რომლის მშობელი არ არის არც ბიზნესმენი და არც ქართული ოცნების პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია უბრალოდ აიღოს და რაღაცა ფული ჩაიდოს ჯიბეში და მე ამით იაროს, ანუ მქონდეს შესაძლებლობა რომ მიიღოს კარგი განათლება, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ადგილზე ამ განათლებას ჩემ შვილს ვერ აძლევს. აირისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა. მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმალით შეჭურვილი. აი, რა გზა უნდა ამოირჩიოს. ყმაწვილკაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა. უნდა რამდენადაც შესაძლოა ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება. წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება და ამ თოფიარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. გიგას კომენტარს გავაგრძელებ, როდესაც საუბრობდით ომის და მშვიდობის თემაზე. მოლდოვა არის საუკეთესო მაგალითი იმის, როგორ მოახერხა ქვეყანამ მას ჰყავდეს პროდასავლური ხელისუფლება, გააგრძელოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, მიიღოს 2 მილიარდზე მეტი გრანტი ევროკავშირიდან, რომელიც პირდაპირ აისახება მათი მოსახლეობის ჯიბეებზე და ამავდროულად არ იყოს ომი მოლდოვაში. შესაბამისად, ქართული ოცნების პროპაგანდა ხშირად ვერ აღწევს იმ საწადელს, ანუ მარცხდება სწორედ იმიტომ, რომ არსებობენ ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები იქნება ეს თუ მოლდოვა, რომელიც არის ასევე აი ამ ჩვენი მსგავსი ქვეყანა, იმ სივრცის ნაწილი, რომელიც უნდა რომ პუტინმა თავის რელსებზე გადაიყვანოს, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ მათ ყავთ ძლიერი ხელისუფლება, პროდასავლური ხელისუფლება, აქვს საშუალება რომ იყოს ევროპის ნაწილი. ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს საქართველოშიც. დღეს ჩვენ აი ამ კომენტარებით რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ფაქტობრივად ევროპა არის რაც გვაერთიანებს, ევროკავშირში ინტეგრაცია არის რაც ყველა პარტიას აერთიანებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ვისაუბროთ იმაზე, როგორც დღეს გამოჩნდა, რა გვაერთიანებს და არა იმაზე, რა გვყოფს, იმიტომ რომ პროპაგანდას, ავტოკრატიას ამარცხებს ერთობლივი პოზიცია და ერთობლივი ძალა, რომელიც შეგვიძლია ერთად გამოვასხივოთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გამდიდრების გზა, არამედ ეს არის დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოს შეასრულოს თავისი ისტორიული გეოპოლიტიკური მისია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიული მაკავშირებლის როლთან დაკავშირებით. საქართველო არის დაცული მარტო იმ შემთხვევაში, თუ ის ასრულებს სტრატეგიული მაკავშირებლის როლს ცენტრალური აზიისა და ჩინეთს, აღმოსავლეთის ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ავტომატურად ნიშნავს დასავლეთის ინტერესების გაძლიერებას საქართველოში, რაც აისახება საქართველოს სტრატეგიული მაკავშირებლის ფუნქციაზე და რაც ავტომატურად უდრის როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე ევროპული კომპანიების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ხიდის ფუნქციონალურად შესრულებას, რაც არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების გასაღები, იმიტომ რომ საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც დასავლეთს აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგიული ინტერესები და ამოცანები და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ნამდვილად იძლევა ამის შესაძლებლობას. ამიტომ ევროკავშირი ჩვენთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე, არამედ ამ ქვეყნის დაცულობისთვის აუცილებელი გარანტიაც. ქართული ოცნება დღეს რასაც აკეთებს, როდესაც იზოლაციაში გვაქცევს დასავლური სამყაროსგან, არის სწორედ ის, რომ გვისპობს ჩვენს იდენტობას. ევროპული იდენტობა არის ქართული იდენტობა. დღეს ვინც ვართ პოლიტიკურ ოპოზიციაში, ეს პარტიები სწორედ ეს გვაერთიანებს, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს ეს დასავლური ევროპული გზა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის თავისუფლების მოედანი ყოველთვის მზად არის, რომ ესაუბროს მოქალაქეებს, მოусმინოს მათ მოსაზრებებს, თუნდაც ევროკავშირთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს დეზინფორმაცია გამოიყენება როგორც ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური იარაღი, რითაც ცდილობენ ხალხის მართვას და ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ამ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ განსაკუთრებით ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ევროკავშირი და დასავლეთთან ურთიერთობა. შესაბამისად, ჩვენი პარტია თავისუფლების მოედანი ყოველთვის მზად არის, რომ მოусმინოს ნებისმიერს, შევიდეს დისკუსიაში, გარდა ამისა შეხედოს სტატისტიკას, გადმოიღოს პოლიტიკის დოკუმენტები და ასეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდეს რაღაც საერთო აზრამდე და გადაწყვეტილებამდე. ჩემი რეპლიკა ეხება თამუნას კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არის წინააღმდეგი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენს სამხედრო გაერთიანებას. რუსეთისთვის ნებისმიერი მეზობელი და ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა საფრთხედ აღიქმება, რომელსაც ექნება ეკონომიკური წინსვლა, რომელიც იქნება განვითარებული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავისუფალი და მოუკიდებელი სასამართლო, რომელ ქვეყანაშიც ადამიანის უფლებები იქნება და განსაკუთრებით უმცირესობის უფლებები იქნება დაცული. ეს ყველაფერი თვისობრივად არის აბსოლუტურად შეუთავსებელი რუსეთის ხელისუფლების ბუნებასთან და შესაბამისად ის აგრესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება, არის აბსოლუტურად გასაგები და სწორედ ამისთვის იბრძვიან ჩვენი თანამემამულეები უკვე თითქმის 1 წელია ქუჩაში დგანან დაუღალავად და 28 ნოემბერს 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ წაართვა ქართულ ხალხს ევროინტეგრაციის შანსი და შესაძლებლობა უარი თქვა ევროინტეგრაციაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ კიდევ ერთხელ დავანახებთ ქართულ ოცნებას, იმ ძალას, რაც გააჩნია ქართულ ხალხს და იმ ბრძოლის უნარიანობას, რომლითაც აქამდე 1 წლის მანძილზე მოვედით. ევროკავშირთან დაკავშირებით ჩემი რეპლიკა, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, სწორედ იმიტომ ვთქვი, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში ის შიში, რომელიც არსებობს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა და დასავლეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. იზოლაციაში ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება უსაფრთხოდ პირიქით. ჩვენ რაც უფრო გავაღრმავებთ თუნდაც ევროკავშირთან, თუნდაც ამერიკასთან, დასავლეთთან ნებისმიერ კავშირს, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება გვერდში დგომა აგრესორის წინააღმდეგ, ჩვენ გვეყოლება თანამოაზრეები, პარტნიორები, რომლებიც გარკვეულ სახის დახმარებას გაგვიწევენ, შემოგთავაზებენ რესურსს და ასე შემდეგ, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. რუსეთს რაც შეეხება, მას არ სჭირდება რამე დამატებითი мотиваცია იმისა, თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანება იმისათვის, რომ თავს დაგესხას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის შემთხვევაში ჩვენ ხშირად შეხება გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, რაც გულისხმობს მათ შორის დეზინფორმაციულ ომს და ამ კუთხით კი ნამდვილად ძალიან დიდ თავდაცვას გვთავაზობს სწორედ ევროკავშირში და ევროპაში და დასავლეთში ინტეგრაცია. სწორედ იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას დასავლეთი, ამასთან ამ დეზინფორმაციულ ომს აქარწყლებს. ჩვენ ისტორიულ ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე პროევროპელობა მხოლოდ გეოპოლიტიკურ არჩევანს ცხადია არ უნდა ნიშნავდეს, ეს ასევე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, ჩვენ პოლიტიკურად როგორ ვიქცევით და ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება და საზოგადოების დარწმუნება იქნება შეუძლებელი, თუ ჩვენ ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში აი ამ პროევროპულობას არ ვაჩვენებთ, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი გახსნილობით და ძალიან ცხადი და სამართლიანი თამაშის წესებით, ჩვენს შიგნით დამკვიდრების გზით, ეს უნდა იყოს ის, რაც გაგვასხვავებს ჩვენ ქართული ოცნებისგან და ეს უნდა იყოს ის ძალიან კაფეო მორალური მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა მივცეთ იმ საზოგადოებას, რომელსაც პოლიტიკურ ალტერნატივასთან ერთად ჭირდება ისეთი პარტიები, რომელიც თავისი საქმით და თავისი ქცევით და თავისი ქცევის კოდექსით ემსახურება ზუსტად აი ამ ევროპულ იდეებს, რასაც ქვია დემოკრატიულობა, პლურალიზმი და გამჭვირვალობა. საინტერესო სტუმარმა სპინძელში ვის მხარეს ავართ? თემის თუ ჯოყოლას მხარეს? იმედია რომ ყველა ჯოყოლას მხარეს ავართ. ხო და აი სად არის შესაძლებელი მოკლედ რომ ჯოყოლა იძულებული არ გახდეს მოკლას თავისი სტუმარი.
აი მე მგონია რომ აი დასავლეთში და ევროპაში არის სწორედ ეს დაცული რომ ჩვენ ვიყოთ ის რაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ რა და არა ეს უსაფრთხოების ნაწილშიც მინდოდა მე თქო რომ არ მიკარნახოს რა ვაკეთო აი ვაკეთო ისე როგორც ეს მე წარმომიდგენია რომ არის მართალი საკუთარ თავთან ხო აი უბრალოდ რომ სად არის შესაძლებელი რომ ჯოყოლა მოკლედ არ იქნეს თემისაგან მოკვეთილი აი რომელ სივრცეში და თუ ჩვენ აი ვაჟა გვიყვარს თუ ჩვენ ქართველები ვართ მაშინ მე მგონი ნათელია პასუხი რამდენიმე წლის წინ ახალ წლებზე ჩემი შვილი, რომელიც მაშინ იყო ალბათ 9 წლის, წავიყვანე პირველად ევროპაში, ანუ წავედით პოლონეთში, კრაკოვში, რომელიც ძალიან ლამაზი ქალაქია და ანუ მოკეთ ახალ წელს რაღაცნაირად გვინდოდა რომ იქ შევხვედრილიყავით და როდესაც დავბრუნდით საქართველოში, ვკითხე რომ აი რა მოგეწონა ყველაზე მეტად და მითხრა რომ ყველაზე მეტად მოეწონა ის, რომ ქუჩებში არ არიან მიუსაფარი ცხოველები, რომ ყველაფერი არის სუფთა არაფერი არ არის დანგრეული, რომ გარშემო მოკეთ რაღაცნაირად თავს ძალიან უსაფრთხოდ გრძნობდა, რომ არავინ არ სთხოვს. ანუ ქუჩაში თბილისში რომ გავდივართ და ჩვენ რაღაცნაირად ანუ მეტრომდე უნდა ჩავიდეთ და ისე მე მიმყავს სკოლაში, მუდმივად ბავშვებიც კი ანუ ყველა ითხოვს და ყველას ხვდები რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და რაღაცნაირად ანუ ეს იყო ის რაც 9 წლის ბავშვს ძალიან მოეწონა და მე მგონი სრულიად ლოგიკურია რომ სად ჯობია საერთოდ ყოფნა და რა უნდოდა ჩემს შვილს უბრალოდ ამაზე ვლაპარაკი რა მოეწონა მას და ეს მოეწონა ევროპაში და მე მგონი ყველას გვინდა რომ ჩვენი მოხუცები ქუჩაში არ იდგნენ და არამედ კაფეებში ისხდნენ სადღაც იქ როგორც ევროპაში არის რაღაც ასაკის მერე აქვთ შესაძლებლობა რომ იცხოვრონ და არა უბრალოდ გადარჩნენ როგორც ჩვენი ყოველდღიურობა არის ესეთი რომ რაღაცნაირად უნდა გადავრჩეთ და ეს ცხოვრებაც კი არ არის რა ახალი საქართველო რომელიც არის საგანი ჩვენი პატრიოტების მოქმედებისა და ნატრისა მიქცეულ უნდა იქნას არა უკან აზიისაკენ, არამედ წინ ევროპისაკენ. ეს არჩევანი, რატომ ევროპა და რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპის ნაწილი, გაკეთებული გვაქვს ძალიან დიდი ხნით ადრე. უბრალოდ უნდა რაღაცნაირად გავიხსენოთ ეს ყველაფერი, გაგვახსენდეს, რომ რეალურად საქართველოს დაახლოება, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის გარდაუვალი პროცესი. ანუ მე მიმაჩნია, რომ ვერც ერთი კერძოდ კონკრეტულად აღებული, ვერც პოლიტიკური ძალა, ვერც ადამიანი, ვერც თავსმოხვეული პროპაგანდა, ვერც უცხო ამ პროცესს რეალურად ვერ შეაჩერებს. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროცესში ჩვენ სად ვიდიგებით. ვიყავით ჩვენი ქვეყნის გვერდით, თუ ვიყავით ჩვენი ქვეყნის მტრის გვერდით. ანუ ვიზიარებდით ჩვენ იმ აზრს, რომელიც გააჩნია ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაგრძობითად გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან და ჩვენ ყველას გვახსოვს რომ საქართველოს იყო უნიკალური ქვეყანა, რჩება კიდევ უნიკალური ქვეყანა, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ცალსახად ემხრობოდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ასე. დღემდეც ასე. ეს არ ხდებოდა არც მოლდოვაში და არც უკრაინაში, და 2022 წლის 24 თებერვალამდე რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე ამ ორ ქვეყანაში რომელიც ახსენე აზრი იყო ძალიან ნახევარზე გაყოფილი 50-50-ზე 60-40-ზე, ხო? და საქართველოში განგრძობით ანუ როგორც კი აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა ხელმეორედ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობამ მიზნად დაისახა მივიდა იმ დასკვნამდე განსაზღვრად საკუთარი თავისი საკუთარი მომავლისთვის ევროპასთან დაახლოება ევროპაში დაბრუნება. გააგრძელა ქართველობა. ხო, ანუ რაღაც თავისთავად დაინახა მხოლოდ ამ სივრცეში. ანუ ეს არის გარდაუვალი პროცესი. ანუ რაღაც პროცესები არის ალბათ ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ისტორიაში, რაც არის ბოლოდ გარდაუვალი. ეს ეხლა რაში ჩვენ ვყოფებით, ეს არის ეტაპი ბრძოლისა, რომელსაც გავდივართ ჩვენ როგორც ყველანი სხვადასხვანაირად და უნდა გვახსოვდეს კარგად, რომ ამ ბრძოლაში საბოლოო ჯამში რასაკვირველია საქართველოს გაიმარჯვოს, მაგრამ კონკრეტული დროის მონაკვეთში ჩვენ სად ვიყავით. ვის მხარეს ვიდექით, ეს უნდა გვახსოვდეს. იმიტომ რომ ისტორიას ემახსოვრება. რასაკვირველია, ისტორიას ეს ყოველთვის ემახსოვრება.